შეინარჩუნებს თუ არა მურმან დუმბაძე პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციას. დღეს დილიდან დუმბაძის პარტიიდან გარიცხვასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები გააკეთეს პოლიტიკურმა მხარეებმა. ქართული ოცნების ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით პარტიიდან გუშინ გარიცხეს. ნუცა აბაშიძე მუშაობს ამ თემაზე და ის განაგრძობს საუბარს. ნუცა, რა განცხადებები კეთდება ზოგადად ამ თემაზე და რა პოზიცია აქვს თავად მურმან დუმბაძეს? დაკავშირებით სხვადასხვაგვარი შეფასებები კეთდება დღეს დილიდან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობაში, ასევე უმცირესობაში. რაც შეეხება თავად მურმან დუმბაძის განცხადებას, როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი ვიცე-სპიკერობიდან გათავისუფლების საშუალება საპარლამენტო უმრავლესობას უბრალოდ არ აქვს და ერთადერთი შანსი ამის გაკეთების არის კონსტიტუციის შეცვლა. ერთადერთი შანსი არის დაიწყო კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მურმან დუმბაძისთვის. ჩაწერონ რომ კონსტიტუციაში ასეთი ბუხლი უნდა ჩაიწეროს. მურმან დუმბაძე არ შეიძლება იყოს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი. მე არავის არაფერს არ ვეკითხები. მე ვიცი რომ ვარ ვიცე-სპიკერი და ვიქნები. რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ აბსოლუტურად რეალურია მურმან დუმბაძის თანამდებობიდან გათავისუფლება. დღეს ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებს ამის წესიც განუმარტა. რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მიხეილ მაჭავარიანი მურმან დუმბაძის პარტიიდან გათავისუფლებას ქართული ანდაზით გამოეხმაურა. რაც შეეხება აჭარაში მიმდინარე მოვლენებს, მიხეილ მაჭავარიანი იქ მიმდინარე მოვლენებს პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლას უკავშირებს. რეგლამენტის თანახმად კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვთ აჭარიდან მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატების უმრავლესობას. ასეთი დეპუტატი არის 6 პარლამენტში. ამდენად წარდგენის უფლება აქვს 4 მათგანს. ამის შემდეგ წარდგენილ კანდიდატურას კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა და ან აირჩიოს, ან უარი თქვას. რაც შეეხება გაწვევას. გაწვევისას რეგლამენტი ასე განსაზღვრავს გაწვევის წესს. აი ამ 6 დეპუტატის უმრავლესობას, ანუ 4 დეპუტატს უფლება აქვს ნებისმიერ დროს განცხადებით მიმართოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ უკვე თანამდებობაზე მყოფი მისი მოადგილის გაწვევის შესახებ. დღეს რაც აჭარაში ხდება, მე ვეთანხმები ჩემ მეგობრებს აჭარის ორგანიზაციას, რომ ეს არის ბრძოლა გავლენისთვის, თანამდებობებისთვის და ფულისთვის აჭარაში და უბრალოდ გუშინ კლანმა, რომელსაც ხელმძღვანელობს აჭარაში ლოკალურად ხაბაძე და თბილისში ღარიბაშვილი, გაიმარჯვა იმ დაჯგუფებაზე, რომელსაც ხელმძღვანელობს დუმბაძე. აი მაგაზე არის ერთი კარგი ქართული ანდაზა, რომ ძაღლი შინაარვაგოდა და სანადირო დარბოდაოდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ველოდით მეტნაკლებად ამ გადაწყვეტილებას, მაინც მოსასმენად არ აღმოჩნდა ადვილი იმდენად რამდენადაც ბატონ მურმანს ამ პარტიის ფორმირებაში და შემდეგ მშენებლობაში ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული. მურმან დუმბაძე პარტიიდან გუშინ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით გაირიცხა. რაც შეეხება ერთ-ერთ აქტუალურ კითხვას, შეინარჩუნებს თუ არა ბათუმის ყოფილი მაჟორიტარი ვიცე-სპიკერის თანამდებობას, ამ კითხვაზე პასუხი ჯერ უცნობია. ნუცა აბაშიძე იყო გვადუხტუცა.